14 ივნისი ტელეარხი 25-ის დაბადების დღეა. ტელევიზიამ 19 წელი ერთგული მაყურებლის სამსახურში გაატარა. წლების განმავლობაში დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიზანი მაყურებლისთვის ობიექტური, დეტალური და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება იყო. 19 წლის განმავლობაში ტელევიზია არაერთხელ აღმოჩნდა ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე, მაგრამ ეთერში მაინც ბრუნდებოდა ახალი გადაცემებით და საინტერესო პროექტებით. საინფორმაციო გამოშვება მაცნე ეთერში პირველად 2000 წელს გავიდა. ამჟამად კი იგი ახალი ამბებით მაყურებელს დღეში 4-ჯერ მიეწოდება. მინდა მივულოცო ტელეარხი 25-ის თანამშრომლებს დღევანდელი დღე 19 წლის გავხდით. ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს გადავლახული, გამოვლილი. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენ მაყურებელს, ერთგული მაყურებელი, რომელიც ძალიან ბლომათაა. ტელეარხი 25-ის ეთერში ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ დიალოგი გადის, რომლის წამყვანებიც საზოგადოებისთვის აქტუალურ და პრობლემატურ თემებს პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად განიხილავენ. გადაცემა ინტერაქტიულია და მაყურებელი მასში ტელეფონით ერთვება. ტელეარხი 25-ის ეთერს წელს 2 ახალი პროექტი უპასუხეთ ხალხს და საგამოძიებო ფილმები უცნობი ფაქტები შეემატა. ჩემთვის ბედნიერება იმ გადაცემების კეთება, რომელსაც ვამზადებ, ეს არის ანალიტიკური გადაცემები, დიალოგი და უპასუხეთ ხალხი და ჟურნალისტური გამოძიება უცნობი ფაქტები, რომელსაც ძალიან შეეჩვია და შეიყვარა მაყურებელმა. ძალიან ბევრი ზარია ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში და მე ვფიქრობ, ეს ზარები ყველაზე მეტად დავლეს მთავარს, რომ მაყურებელს ყოველთვის აქვს ძალიან დიდი ინტერესი ამ გადაცემების მიმართ და ეს არის პრინციპში ერთ-ერთი საჯარო სივრცე. ყველაზე კარგი საჩუქარი იქნება სწორედ ამ არხისთვის ის, რომ ის ნდობა, რომელიც მოიპოვა მარხმა წლების განმავლობაში, ეს ნდობა იყო შენარჩუნებული და გამყარებული. მეოთხე წელია ეთერში გადის სამედიცინო გადაცემა კარაბადინი. ექიმების რჩევებისა და კონსულტაციის მიღება მაყურებელს პირდაპირ ეთერიდან შეუძლია. ტელეარხი 25 მელომანებს მუსიკალურ გადაცემა ბარათს თავაზობს. ტელევიზიამ მაყურებლის ნდობა წლების განმავლობაში რეალობის დაუმახინჯებლად მიწოდების ხარჯზე მოიპოვა. 25 წელს ნახდათ განდები. სასიამოვნო მოსასმენია, კაი გადაცემები გაქვთ. კაი ხალხი მუშაობს იქა. სასიამოვნოა. ვისვენებ და მჯერავს. ძალიან მომწონს, ძალიან კმაყოფილი ვარ, მოკლედ 25 არხზე. ყველაფრის გადმოცემა იგი რაც არის, ყველაფერი და ძალიან. რომელი გადაცემა მოგწონთ უფრო საინფორმაციო დიალოგი? საინფორმაციო დიალოგიც. ძალიან კარგი არხია, უყურებ ხშირად. რა მოგწონთ ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, სიმართლე. საერთაშორისო და ნაციონალური კვლევების მიხედვით ტელეარხი 25 რეგიონულ მაუწყებელთა შორის ლიდერია.